დავით, თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს, რაც ხდება ჭიათურაში წლების განმავლობაში, სინამდვილეში აი ესეთ ინდუსტრიულ ცენტრებთან დაკავშირებით, როგორც იყო ჭიათურა, როგორც იყო ტყიბული მაგალითად არსებობდა არაფორმალური შეთანხმება ერთგვარი მმართველ კომპანიებსა და ანუ კომპანიას შორის, რომელიც უშუალოდ მოპოვებას ახორციელებდა და სახელმწიფოს შორის, რომ ეს იყო მათ შორის ერთგვარი სოციალური პროექტივით, რომ ადგილზე საჭირო იყო ადამიანებისთვის ამ სამსახურების შენარჩუნება და ამიტომ ხელისუფლება ანუ ამ კომპანიებს სხვა მხრივ უწყობდა მათ შორის ხელს, რომ იქ ადგილზე ადამიანები დაესაქმებინათ, ხო? მათ შორის თუ პრობლემა იყო, მათ შორის ძალიან კომპანია შეიძლება აღარც ნდობოდა იქ ასე ტყიბულში როგორც იყო შემთხვევა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად შენარჩუნებული იყო ადგილზე ეს ინდუსტრიები. ფაქტი რომ ხელისუფლება ამ თავის ვალდებულებაზე ამ მხრივ უარი თქვა. ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან ასე გამოიყურება ეს ყველაფერი. შეიძლება ვიმსჯელოთ რომ სწორი არ არასწორი ეს, მაგრამ ეს მოცემულობა ჩანს. როგორ ხედავთ თქვენ აი ამ ამბავს, რაც მოხდა? ხო, მოგესალმებით, ირაკლი, სწორად ვზანებ, რომ ეს არ არის უბრალოდ ბიზნესი და ამას თავის სოციალური დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ იგივე ჭიათურაში თუ იგივე ტყიბულში იქ დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და ეს ასე ვთქვათ მრეწველობა ნამდვილად არის სოციალური მოვლენაც და მართლაც ვძანებთ იმ საკითხშიც, რომ მათ შორის ჭიათურაში 2017 წლიდან სახელმწიფო მმართველია დანიშნული ჯორჯიან მანგანეში, ანუ ეს არ არის უბრალოდ კერძო კომპანიის ოპერირება რაღაც კონკრეტულ მრეწველობაში. ეს არის სახელმწიფოს თანა ასე ვთქვათ საკუთრება და სახელმწიფოს ჩარევა პირდაპირ. ამიტომ ისიც უნდა ვთქვათ, რომ თუ კი ვერ გამოსწორდა პრობლემა 2017 წლიდან დღემდე ამის ასე ვთქვათ პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე არის პირდაპირ, იმიტომ რომ სახელმწიფო მმართველი არის იქ დანიშნული, აბსოლუტურად ვინმე კირთაძე არის სახელი დამავიწყდა. ხო, ანუ სახელმწიფოს უნდა მოეგვარებინა ეს პრობლემა აქამდე და ვერ მოაგვარა. ის რომ სახელმწიფო ხელს უწყობდა თქვათ იგივე ტყიბულში წარმოების შენარჩუნებას, ამას თავისი დატვირთვა ჰქონდა და თავისი მიზანი ჰქონდა. ჩვენ წინა წლებში გვახსოვს, მათ შორის ბევრი ინტერვიუ გათავისუფლებულ თანამშრომლებთან, რომლებიც იმის გამო გაათავისუფლეს იგივე ტყიბულის შახტიდან, რომ ქართული ოცნების ამომრჩევლები არ იყვნენ და მათ შორის ბოლო არჩევნებზეც კი მოხდა იგივე ჩვენი პარტიის მხარდაჭერის გამო ვიღაცები ტყიბულის შახტიდან გამოუშვეს. ანუ ეს არის მიდგომა და ეს არის სოციალური პროექტი ჭყალებში, რომელიც ქართულ ოცნებამ განახორციელა ამ რეგიონებში, რასაც საბოლოო ჯამში მოყვა ის, რაც მოყვა, ხო? დღეს გაჩერებული არის წარმოება ჭიათურაში და მათ შორის ზესტაფონში ჯამში 5000 ადამიანის გათავისუფლებაზე არის საუბარი. ისიც უნდა აღინიშნოს, რამ გამოიწვია, ხო, ოფიციალური მიზეზი რა არის ჭიათურაში რატო არის გაჩერებული წარმოება. ეს არის მიზეზი ამისი არის ის, რომ არარენტაბელური არის ბიზნესი და აღარ უღირს ინვესტორს იქ წარმოება. ოღონდ ხა არარენტაბელური უნდა გვესმოდეს, რომ ის რაღაცა კაბალური პირობები, რაშიც ამუშავებენ აქამდე მოსახლეობას და ის არანორმალური მოგება, რასაც იღებდა ივანიშვილთან დაკავშირებული კლანები, როგორც არის მაგალითად რიჟა კაპანაძე, ხო, გიორგი კაპანაძე, იგივე რიჟა თუ ეხა არის მაგალითად სოცკი, რუსი ბიზნესმენი, რომელიც არის ტყიბულის შახტის მფლობელი და ეხა ჭიათურის საკითხში შემოვიდა როგორც ფიგურანტი და ასევე პირდაპირ არის ივანიშვილის ინტერესები დაკავშირებული აი ამ წარმოებებთან. უნდა გვესმოდეს, რომ ის მოგება, რასაც ეს კომპანიები და ეს ხალხი ნახულობდნენ, რაც იყო უბრალოდ პარაზიტირება აი ამ ინდუსტრიით, ხო? საბოლოო ჯამში ხო ეს მოგება ვეღარ გაგრძელდება სამუდამოდ. ამას სჭირდება სამართლიანი მოგება, სამართლიანი პირობები და სამართლიანი შრომის პირობები, რაც ისი სრულიც მათ არ აქვს. არჩევნებიდან მეორე დღეს სხვათა შორის გააჩერეს წარმოება, უბრალოდ ჭიათურაში უბრალოდ 60%-ს უხდიდნენ მეშახტეებს მათი ხელფასის, რომელიც იანვრამდე შენარჩუნა და იანვარში ეს 60% შეჩერდა. აი ამის მერე იწყება ეს დიდი მოძრაობა ჭიათურაში, ხო, ვინც არის ის უნდა ახვნათ მათთვის და რატო გააჩერეს არჩევნებიდან მესამე დღეს და რატო არ გაჩერდა მანამდე, ხო ეს პრობლემა იყო, ესეც პარტიული გადაწყვეტილება იყო და არა დაამთხვიეს რომ არჩევნები გადაეგორებინათ და მოიგეს ჭიათურაში 62 თუ 65% ჰქონდათ, ხო? ანუ ეს არის საბოლოო ჯამში აი ამ რაღაცა ივანიშვილის კორუფციული და ავტოკრატიული შექმნილი სისტემის გამოძახილი, რაც ხდება ამ რეგიონებში და რაც ხდება მთელ ქვეყანაში. აგრეთვე ის უნდა ვთქვა, რომ ის დაკავებული მეშახტეები, 4 დაკავებული, ხო, ეს დღეს სასამართლო პროცესი აქვს. იმავე დღეს ეს ღამეს დააკავეს ეს ხალხი მეორე დილას შევარდნენ ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ ბაჯელეძის და ბევრი ასე ვთქვათ ამ ფონდებთან დაკავშირებული ხალხის ოჯახებში. ხო, ეს არის დღეს მოხდა აქ ვაშუქების გუშინწი და პარალელურად გვიწევდა. ერთ დღეს მოხდა. კი, არის ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემებს ერთმანეთისგან მიჯნავენ, რომ აი ეს რაღაც სხვა სოციალური პრობლემა, ეს კიდე სხვა პოლიტიკური პრობლემა, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ერთი დიდი პოლიტიკური პრობლემის გამოძახილი და სხვადასხვა თავი, ივანიშვილის რაღაც გველეშაპის სხვადასხვა თავი, ხო, რომელიც ეხება უკვე ყველა შრეს საზოგადოების, იქნება ეს რაღაცა ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი ფონდი, იქნება ეს მეშახტე, იქნება ეს სულორში, ვანის რაიონში რაღაცა ჰესის მშენებლობა, საიდანაც მეც ვარ და ამაზე ვისაუბრებ თუ ჩათვლით საჭიროდ, ყველა შრეს ეხება ეს დღეს უკვე და ამიტომ ეს მოგვარება საჭირო.
საჭიროებს. კორუფციის როლზე რო ვითამაშოთ ამ ვისაუბროთ ამ ყველაფერში, ხო? იმიტომ რომ კორუფცია არის ის, რაც აფუჭებს და ხრწნის ყველაფერს და ეს ჩვენ ნახეთ ყველა დონეზე, ხო? ჩვენ ლაპარაკობთ ტყიბულზე, ლაპარაკობთ ჭიათურაზე, როცა ლაპარაკობთ ზესტაფონის სფეროზე, ქარხანაზე, რომელიც აი დამოუკიდებელ წლებში რო გავიხსენოთ 30 წელიწადი არასდროს არ გაჩერებულა, ყოველთვის მოგებას გადავიდა ზესტაფონის სფერო ეგეთი იყო. იქაც ახლა ვის იყო ის სფერო ის გააგდეს და იქაც ეს დანიშნეს მათთან დაკავშირებული მოვლენა, რომელსაც იქ უნდა მოხდეს და ამით მე პროპაგანდისტული მედიანა დააფინანსოს. ხო, აქაც შევიდნენ ამ ხრივ. აი კორუფციის როლზე რო ვითამაშოთ, მათ შორის სხვილ ბიზნესში რა ადგილი უკავია ამ ყველაფერს. ხო, საბოლოო ჯამში საქართველოში ჩამოყალიბდა ესეთი სისტემა ბოლო პერიოდში, რომ ქართულ სისტემასთან დაკავშირებული ფეოდალები იქნებიან ესენი გიორგი კაპანაძე რიჟა, იქნებიან ეს ხო, დააკონკრეტე, ხო? იქნება ეს ბიჭიკო პაიკიძე ვანში, თუ იქნება ეს მაგალითად მაჟორიტარი ზესტაფონის, ხო, წაკაძე, რომელიც აგრეთვე ესეთი მსხვილი ეს არის ბიზნესმენი, ყველა ეს ადამიანი დაკავშირებული არის რაღაცა საქართველოში არსებული რესურსების მოპოვებასთან პარაზიტირების გზით, ამას ბიზნესი არ ქვია, იმიტომ რომ მარტო მათ პირად გამდიდრებას ემსახურება და არა მათი დასაქმებულების ან იმ სოციალური გარემოს გაუმჯობესება, სადაც ეს მრეწველობა მიმდინარეობს და საბოლოო ჯამში აი ესეთი სისტემა შეიქმნა. იგივე არის ხო ჭიათურაში, რაც დაეტყო უკვე ქალაქს, იგივე არის ზესტაფონში, ტყიბულში, იგივე არის მაგალითად ვანში, სადაც ეხა ჰესი შენდება სოფელ სულორში, საიდანაც მაგალითად მერაბ დვალიშვილი არის, ჩვენი ცნობილი ჩემპიონი წარმოშობის და მთელი მოსახლეობა არის ამის წინააღმდეგ, ეხა ასე ვთქვათ, ძალიან ხალხმრავალი აქცია პროტესტებენ. მიზეზი არის რა, იმიტომ ის კი არა რომ იქ ანტიჰესერები არიან ვანელები, მაგალითად ვართ ვანელები, ხო, ანტიჰესი მეც ვანელი ვარ და მეზობელი სოფლიდან ვარ და ბარემ ვიტყვიში უფრო შინაურულად. არამედ ამბავ ის რომ არ ენდობა არავინ აი ამ ბიზნესმენს, ხო, მაგალითად იგივე ბიჭკო პაიკიძეს, რომელსაც ვანში, როგორც აი ჭიათურაში არის, აი ეს მანგანუმი, ისე არის ვანში ქვის კარიერები. რამდენიმე ქვის კარიერი აქვს სოფელ გადიჩში, სოფელ საპრესიაში, დაანგრია სოფელი. იქ გადაადგილება შეუძლებელია, გზამოშლილია, სახლები დაიბზარა, მოსახლეობა გადის იქედან. ვანის მოსახლეობა ბოლო 10 წელიწადში დაიცალა 20%-ით, 6000 კაცი წავიდა. მაშინ იქ ეს წარმოებები აგრეთვე ისე გააქტიურდა. ეხლა აპირებს ჰესის აშენებას სოფელ სულოში, რომელიც საკურორტო ზონა არის ამავე დროს და მოსახლეობამ წარმოდგენა არ აქვს მოსახლეობას რა სარგებელი შეხვდება აქედან. წარმოდგენა არ აქვს დაცული იქნება თუ არა უსაფრთხოების წესები. აი გვახსოვთ ჩვენ შოვის ტრაგედიები, გვახსოვთ ტრაგედია ბაღდადში. კაციშვილი პასუხისმგებელი არ ყოფილა ამაზე, ხო ესეა. ეხაც რომ რამე მოხდეს იგივე ამ სოფელში, ხო? ანუ ადამიანები მე უსმენთ სხვა შორის და იქ ადგილზე და ძალიან ისეთი ბრძნული ხედვა ქონდათ ადამიანებს. ის კი არა რომ ზოგადად რაღაცა მითიური ბრძოლა ხესების წინააღმდეგ. არა, იქ არის ხედვა რომ არ ვენდობით, ხარისხს არ ვენდობით, როგორ აშენებენ არ ვენდობით, ხო? ამაზე ამახვილებდნენ ყურადღებას და ეს ძალიან ისეთი სამართლიანი შენიშვნაა. სამართლიანი არგუმენტია და თუ იგივე ამ ინვესტორის, ბჭყალებში ინვესტორები ქართულოსნების დეპუტატია ბიჭკო პაიკიძე, ვანის საკრებულოში და ლილუაშვილის ნათლია არის მის, ხო? თუ მის ბიზნესს შევხედავთ და წარმოებებს, მაგალითად იგივე ვანში აღმოაჩენთ, რომ სწორადაც არ ენდობიან, იმიტომ რომ დაანგრეულია ყველაფერი, სადაც კი შევიდა. და რაც შეეხება კორუფციის ზოგად გავლენას, სხვა წერანს ახსენა გიორგი, 9%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს ოფიციალურად ფურცელზე, ხო? იქ რაღაცა თითქოს წარმოებები. ამ პირობებში საქართველოსთან ბოლო 4 წელიწადში 157,000 ქართველი წავიდა. ანუ იმიგრაციის მაჩვენებელი გვაქვს ესეთი, სამაგერო ჩამოვიდა 75,000 რუსი. იცით რამდენია საქართველოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, მიუხედავად იმისა, რომ მანიპულირებენ რიცხვებით, 700,000 ადამიანი არის საარსებო შემწეობის მიმღები, აქედან არის 275,000 ბავშვი. მათ შორის 66,000 არის 6 წლამდე ბავშვი, ანუ ძალიან ესეთი ახალშობილი ფაქტობრივად. აი ეს არის მაჩვენებლები, რაც მოსახლეობის 20% დღეს ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში. ემიგრაციის მაჩვენებელი არის უკიდურესად მაღალი და იმიგრაციის მაჩვენებელი არის რუსებისთვის და სხვა, ასე ვთქვათ, სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის აგრეთვე მაღალი, ხო, შემოდიან ამ ქვეყანაში. ნუ, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი არის კორუფციის დამსახურება და მეტი არაფრისა და რაც უფრო გაგრძელდება ეს პერიოდი ესე და რაც უფრო დიდხანს იქნება ქართული ოსნების ეს რეჟიმი ნაჩვენებული სამწუხაროდ ეს ტენდენცია გაგრძელდება და რაც შეეხება ჭიათურაზე ვიტყვით ძალიან ორი სიტყვით. კი და მე უკვე გიორგისთან კი, აი გამოსავალზე შეიძლება ბევრმა არ იცის ფონდ ქართუს ჯორჯიან მანგანეზისგან ნასესხები აქვს 280 მილიონი ლარი 2022-2023 წლებში. არსებობს კომპანია Steel International Trading Company, რომელიც არის ამ ჯორჯიან მანგანეზის ოფიციალური შვილობილი კომპანია, რომელიც ვაჭრობს საერთაშორისო ბაზარზე აი ამ მანგანობით. აი ამ კომპანიისგან ფონდმა ქართუმ 2022-2023 წლებში ისესხა
280 მილიონი ლარი, რომელიც არ დაუბრუნებია ჯერ უკან. ჯერ საერთოდ გაუგებარია ფონდი ქართულ რატოს ესხულობს ასე ვთქვათ ამ კომპანიისგან ამ თანხებს, მაგრამ აქ სავარაუდოდ ჩდება ეჭვი, რომ ეს არის რაღაცა ივანიშვილის პირადი ბიზნეს ინტერესი და შესაძლოა აი ამ ფორმით მან რაღაცა კონკრეტული ბენეფიტი მიიღო ჭიათურის ბიზნესიდან და ეს თანხა უკან არ დაუბრუნებია, ეს ხად არის წაღებული. დააბრუნოს ეს თანხა უკან ფონდმა ქართულ და მაღაროელებს ეს პრობლემა რაღაც დროით მოუგვარდებათ. ამის მერე რა თქმა უნდა გადასაწყვეტია ეს პრობლემა გრძელვადიან პერიოდში, როგორც წარმოების ნაწილში, აგრეთვე ალტერნატიული სამსახურების შექმნის ნაწილში, ჭიათურის რეგიონში, მაგრამ თუ საუბრობთ მოკლევადიან მოგვარებაზე, მაშინ ბიზნესმა ივანიშვილმა კეთილი ნებოს და დააბრუნოს ის ფული, რომელიც ისესხა კომპანიისგან, რომელიც თითქოს გაღარიბებულია და თითქოს არ არის რენტაბელურია. ნუ არ რენტაბული კი არის, უბრალოდ ვეღარ იღებენ იმდენ მოგებას, ამასაც იღებდნენ აქამდე. დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა გიორგი კაპარაძე, ერთიანას მადლობიდან დავით ჩავანაძე კოალიციას ცვლილებისთვის წარმომადგენლები, უგმო ჩვენთან ერთად კარგად ვწონდებოდეთ ბატონებო.